მინდა ჩემ მამიკოზე მოგიყვეთ ახლა კი ბატონო. მამა ჩემი იყო საერთოდ არ ეთყობოდა ასაკი. საერთოდ ვერაფრით ვერ მიცემდი ასაკს და იკლებდა ასაკს ისე როგორც გასათხოვარი ქალი. ისე იტყოდა რომ ისე მოიტყვებოდა რომ ვერავინ ვერ შეეკამათებოდა რომ ყველას ეგონა რომ მართლა ისე გამოიყურებოდა არ ეთყობოდა თავის ასაკი. ცოტა რომ წამოვიზარდე მღეროდა ძალიან კარგად, ძალიან კარგი თამადა იყო, მჭერმეტყველი და ძალიან ისეთი კარგი პიროვნება იყო ძალიან და რო წამოვიზარდე მე ჩემთან ერთად უყვარდა ძალიან წაყვანა უყვარდა უფრო სწორად. გაგიყვანდათ ხო? ნუ რა ვიცი და ძალიან გაგავდა სხვა ხო არა დაიწყო. იმიტომ რომ არიყავი გამოსაჩენი. ცენ კი იქნებოდა ეთქობა. ხო და ერთი არის წვეულება და დაპატიჟებულია მამაჩემიც რა თქმა უნდა ეხლა და აი ის სადაც კი მივედით დაიპყრო უცბად ეს კარგად მე გარეგნობითაც კარგი კაცი იყო და ყველას ყურადღების სირგულივაც ის იყო რა ქვია პოპულარული იყო ძალიან და ყველას ყურადღება მიიპყრო და ვიღაცამ კითხრა ბატონო კაკო, რამდენი წლის ბრძანდებით? დაასახლა ისეთი ასაკი, რომ 4 წლის გამოვიდა ჩემზე უფროსი. და მაგრამ არავის არაფერი არ უთქვია, ეს გაგრძელდა ეხლა ესა და აი ცალკე ახალგაზრდები ვართ, ცალკე შეჯგუფებული ეს მე ვზივარ ინსტრუმენტთან და უკრავ და მღერი ვარ და ჩემს ირგვლივ არიან ეხლა ესა და შემოკრებილები და ვიღაცა მე მკითხა ჩემი ასაკი მე ჩემი ასაკი ვთქვი მაგრამ ბაბა ჩემი მეორე ოთახშია და ახლა ეს ვეღარ განსაზღვრა ბაბა ჩემო რომ ჩემთვისაც უნდა ეთქვა რომ ასაკი არ მეთქვა ჩემი ასაკი ხო და ახლა უცბად ჩამოვარ და სიჩუმე როგორ არის ახლა ბატონო კაკო ეს ამბავიო და დადგა შუა კარებში და ჩამილაპარაკა არ იქნები გოგო მაგდენი კარგია, მშვენიერი და გადასარევი.